მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ფესვის პოდკასტის მეორე ეპიზოდი და დღეს ჩვენ გვყავს მოწვეული სპეციალური სტუმარი და ვისაუბრებთ ერთ ძალიან საინტერესო თემაზე. დღევანდელი თემა იქნება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცოცხალ ორგანიზმზე, რომელიც არის ფუტკარი, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს გადამტვერიანების პროცესისთვის და შესაბამისად ჩვენი მცენარეებისთვის თუ გარესამყაროსთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. კი ბატონო, დღეს ჩვენ გვინდა კერძოდ ვისაუბროთ ფუტკრებზე, რა მნიშვნელობა აქვს უშუალოდ ფუტკრებს. მინდა აღვნიშნო, რომ არის ერთ-ერთი მიმართულება IPM-ი. ამაში მოიაზრება არ მხოლოდ ქიმიური წარმოებები, არამედ ყველაზე შესაძლო საშუალების გამოყენება, რაც მეურნეობაში შეგვიძლია. და ეს ფუტკრები ზუსტად ამისთვის არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამით ჩვენ შეგვიძლია მცენარეში გარკვეული პროცესების ოპტიმიზაცია. ორიოდე სიტყვით კიდე რაც შეიძლება დავამატოთ IPM-ზე, რაც სანდრო ახსენა, ეს არის მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული მეთოდები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე მეთოდი გავერთიანოთ ისე, რომ ნაკლებად დავაზიანოთ სამყარო, ამავდროულად დავისვათ ჩვენი მცენარე, მაგრამ კვლავ ხელი შეუწყოთ ბიომრავალფეროვნების დაცვასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის მიმდინარე გამოწვევების პირობებში. კი ბატონო, და ეს არის ალბათ ყველაზე ეფექტური გზა რეალურად მივიღოთ ჩვენ რაღაცა შედეგი. იმიტომ რომ ჩვენ კონვენციურ მეურნეობაში ვაწყდებით ბევრ პრობლემას. კი ბატონო, პირველ რიგში, რაზეც ჯერ გამხოლოდ ყურდება გარემოზე. რა ვარყოფითი შეიძლება გამოიწვიოს პესტიციდის გამოყენებამ და თქვათ მინერალური სასუქების გამოყენებამ გარემოსთვის. ეს არის დაბინძურება, ძალიან დიდი განსხვავება არის სინთეთიკურ მოლეკულას შორის და ჩვეულებრივ ორგანულ მოლეკულას შორის. როდესაც ჩვენ მუშაობთ ქიმიურ პრეპარატებზე, ან მანდ არის სინთეთიკური მოლეკულები. სინთეთიკური მოლეკულები, ანუ ადამიანის მიერ დამზადებული, შექმნილი. მაგათ აქვს ძალიან ძლიერი მდგრადობა. როდესაც ჩვენ მათ ვიყენებთ, ისინი შემდეგ უკვე აღარ იშლებიან ნიადაგში მარტივად და რჩება ნარჩენები. ეს ნარჩენები უკვე იწვევს გარკვეულ პრობლემებს, როგორც შეიძლება იყოს გარემოს დაბინძურება, ანუ სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმები შეიძლება კვდებოდნენ, შეიძლება გრძელი ციკლით შეიკრას, მაგალითად როგორ არის რაღაცა წერი, ის წერი მოიწამლა, იმ წერში არის ის ნივთიერება, მაგრამ თქვა არ მოკვდა, მაგრამ ის წერი შეჭამა ფრინველმა, გაგრძელდა ფრინველს ჭამს მე უკვე მტაცებელი, კიდევ უფრო გრძელდება და მე ვთქვათ, იქ რაღაც ნიადაგში ჩავიდა, ბალახი გაეზარდა, ის ძროხამ შეჭამა, ძროხა ჩვენ შევჭამა და ჩვენამდე მოდის უკვე ეს ნივთიერება, ეგეთი პრეპარატიც იყო დუსტი. ხო, ადრე რო იყენებდნენ, ხო, მე მგონი ახლა აკრძალული არის. ხო, უკვე აკრძალული არის. მაგის ერთ-ერთი პრობლემა იყო ზუსტად ეს, რომ იმდენად მდგრადი მოლეკულა იყო ამ დუსტში, რომ უკვე დედის რძეშიც გადადიოდა მაგის ნარჩენები. ხო, რაღაც გასი მაქვს აკითხული. დედის რძეში გადადიოდა მაგის ნარჩენები და ფაქტობრივად ის წამლა გრძელდებოდა ძალიან ბევრ საფეხურად. ხო. ეგრეც რო შევხედოთ, თქვა და ისე გრძელვადაში, ჩვენ ადრეც აღვინიშნავს, რომ ლოდინის პერიოდიც, რასაც სამწუხაროდ საქართველოში ბევრ შემთხვევაში არ ღვევენ, იწვევს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმში ძალიან მარტივად ხვდება ის ნარჩენები, რომელიც ფუნგიციდიდან ან პესტიციდიდან არის წამოსული, ხო? კი ბატონო, და ზუსტად ეს ლოდინის პერიოდი არის ის პერიოდი დაახლოებით, როდესაც ეს მოლეკულა უნდა დაიშალოს. და ამ ლოდინის პერიოდის დასწრით ჩვენ შეგვიძლია უკვე თავი ავურიდოთ ამ პრობლემებს. ახლა კიდე შემდეგი პრობლემა არის გარემოსთვის, ეს მოლეკულები რო არ იშლებიან, შეიძლება ამ მიზეზით გაჩნდეს მჟავური წვიმები. ხო, საინტერესოა. არის ეგეთი მაგალითებიც. ეს ცხოველებიც და ყველა მნიშვნელოვანი ცოცხალი ორგანიზმის იწამლება ირღვევა ბიომრავალფეროვნება და დღეს უბრალოდ რაზეც ვისაუბრებთ ჩვენ მოგვიანებით, ეს ბიომრავალფეროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა მწერები და ორგანიზმები, მათ შორის ფუტკრები. ზუსტად ამაზე გვინდა ჩვენ ვისაუბროთ. სანდრო, ერთ-ერთ დავამატებდი კიდე ანთროპოგენური ფაქტორი, ანუ ადამიანის მიერ გამოწვეული ფაქტორი, რაც არის ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენი დაკვირვებით, რაც გვინახავს, თქვათ, ვენახებში თუ სხვადასხვა საწარმოო სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პლანტაციებში არის ის, რომ ადამიანებმა არ იციან ნარჩენებთან სწორედ მოპყრობა, ხო? მე პირადად მქონია შემთხვევები, როდესაც მინახავს მდინარეებს
მანქანებთან ახლოს ჩაღვრილი, მაგალითად ტრაქტორის ავზიდან გადაღვრილი ქიმიური ნარჩენები, რაც რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ადამიანისთვის არის საზიანო, ასევე საზიანო არის, ვთქვათ, თევზებისთვის და იმ ცოცხალი ორგანიზმებისთვის, რომლებიც შიგნით არიან წარმოდგენილები, ხო? ეს დიდი პრობლემაა, ვფიქრობ, ჩვენ შემთხვევაში. კი ბატონო და თან ამავდროულად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რატომ მნიშვნელოვანი ეს ბიომრავალფეროვნება. რატო და ყველაფერს აქვს თავისი როლი, თუნდაც როდესაც ჩვენ მოყავს რაღაც გარკვეული კულტურა, ჩვენ ეს როლები თუ გავითვალისწინეთ, შეიძლება პირიქით ჩვენთვის სასარგებლო იყოს. მაგალითად, მაშინ წინა პოდკასტშიც ვახსენეთ ეგ, რომ ყველა მწერს ყავს თავისი მტაცებელი მწერი. კი, და მეგობარი მწერი. ხო, მეგობარი მწერი, რამაც შეგვიძლია ჩვენ რომ მოგვეხმარონ. გარკვეული ბალახები არის, რომლებიც ანალოგიურად შეგვიძლია გამოვიყვანოთ იმისთვის, რომ რაღაცა მწერი მოვიზიდოთ, რაღაცა მწერი გავაქციოთ, თავი ავარიდოთ, არსებობენ და ბუნებრივია ფუტკრები, რაც არის უნიშნულოვანესი გადამტვერისთვის, მაგეთ გარშე ჩვენ ფაქტობრივად ვერ გვექნება ნაყოფი ზოოკულტურაში, მაგალითად მოცვი რო განვიხილოთ. ეს ძალიან პოპულარული კულტურაა ბოლო პერიოდში საქართველოსთვის. კი. მოც აქვს ზარისებრი ყვავილი, რის გამოც ხა წარმოვიდგინე მტვერი იქიდან რომ გამოვიდეს და კიდევ თან მეორე ყვავილმა ისტორი რომ მიიღოს, არის უკვე ძალიან რთული. შესაბამისად რაღაცა არის დამხმარე საჭირო იმისთვის, რომ ეს გადამტვერო მოხდეს. და ეს დამხმარეები არიან ჩვენ შემთხვევაში ალბათ ფუტკრები, კი, ზუსტად ეს დამხმარეები არიან ფუტკრები. აი ბამბლბიებს ვიც იყენებენ როგორც ვიცი ხშირად. მოკლედ ფუტკარი შედის ამ ყვავილში შიგნით. და მაგდროს გამოსცემს გარკვეულ ვიბრაციას. ამ ვიბრაციების შედეგად ეს მტვერი ხო გამოიყოფა, უფრო აქტიურად გამოიყოფა ეს მტვერი. და როდესაც ეს მტვერი გამოიყო, შემდეგ მას უკვე ტანი აქვს ისეთი აგებულების, რომ ტანზე ეწებება. ხო, ფოტოებიც არის ხოლმე ძალიან საყვარელი ეს პატარა მტვერი რო აქვს დაკრული. კი. და ტანზე რომ მიეწებება, უკვე გადადის ის სხვა ყვავილზე, ისევ მზარისებ ყვავილში შედის. და აი ამ პრობლემას რომ თქვა ეს მტვერი როგორ გამოვიდა და ხა როგორ უნდა შევიდეს იმ ყვავილში რომელიც ესეთი არის და ვერანაირად ვერ შეახსოვს მტვერი, აი ზუსტად ამ პრობლემას აგვარებს. ხო, ანუ გადაიტანა ერთიდან მეორეში. აქ სანდრო ამ ძალიან საინტერესო აზრს არა ფაქტს რაც შეგაგვიზიარე დავუმატებდი ასეთ რამეს რომ დღესდღეობით როდესაც გვაქვს თქვა კონვენციური წარმოება სამწუხაროდ კონვენციური წარმოება არის მონოკულტურული ეს ნიშნავს იმას რომ მხოლოდ არის ერთი კულტურა მაგალითად ვაზი და ჩვენ ყველანი ვტრიალებთ ვაზის გარშემო ვენახის გარშემო და ვცდილობთ რომ სხვა ყველაფერი ვენახიდან გავაქროთ მათ შორის მწერები მათ შორის საფარი კულტურა მათ შორის ბალახი და ასე შემდეგ აი რაც შეეხება ორგანულ და ეკომეგობრულ წარმოებას ამ შემთხვევაში გვაქვს პოლიკულტურული წარმოება, რაც გულისხმობს იმას, რომ იკვრება ეკოსისტემის ჯაჭვი და მაგალითად გვაქვს სხვადასხვა ტიპის საფარი კულტურები, რომელიც იზიდავენ აი ამ სწორედ გადამტვერიანებელ ცოცხალ ორგანიზმებს, რაც თავისებურად ეხმარება იმას, რომ პროცესი შედარებით უფრო იყოს დაბალანსებული, უფრო მეტად იყოს მდგრადი და მათ შორის ნიადაგის ჩათვლით ყველაფერი უფრო იყოს დამოუკიდებელი და ცხოველმოქმედი, ხო? ეს არის ვფიქრობ კიდე ერთი პლუსი, რაც განასხვავებს კონვენციურ წარმოებას აი ამ ორგანული წარმოებისგან კერდა პირიქით. კი და ეს არის თან ნამდვილი აგრონომია მე რომ მკითხო. ხო, უფრო რთულიც. კი, უფრო რთულიც და ზუსტად მაგიტო არის ნამდვილი, იმიტომ რომ მან გიწევს ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება. მან უკვე აღარ ხარ ამ მარტო დამოკიდებული ფენოლურ ფაზაზე და პრეპარატის გამოყენებაზე, ხო, სწავლობაზე. მან ცდილობ სწავლობები შეამცირო, ცდილობ უფრო უკეთ დაგეგმო და ცდილობ უკვე სხვა რესურსების გამოიყენო ამ ყველაფრის ოპტიმიზაციისთვის. თუნდაც ისინი რაც უკვე ჩვენ წინაზე ვახსენეთ. კი. რეალურად აქვე ალბათ კარგი იქნება ისიც დავამატოთ, რომ თანამედროვე სამყაროც მაგალითად ამისკენ მიდის, ხო? იმდენად ძლიერი არის სოფლის მეურნეობის გამოწვევები და პრობლემები, რომ მაგალითად ყველა რეზოლუციაში, რაც არის წარმოდგენილი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების მიერ, ყოველთვის ხაზგასმულია ის, რომ აი მაგალითად 2030 წლამდე უნდა ვეცადოთ, რომ ესა და ეს პროცენტი გახდეს უფრო მეტად ეკომეგობრული. იმიტომ რომ ფაქტობრივად სხვა გამოსავალი უკვე სოფლის მეურნეობაში არ გვაქვს და ეს არის მთავარი მიმართულება. და ამაში გარდა, ვთქვათ, IPM-ისა გვეხმარება ასევე ხელოვნური ინტელექტი, ჭკვიანი ტექნოლოგიები, მეტეოსადგურები, რაც საბოლოო ჯამში აი ამ ბუნებრივ ციკლს ძალიან კარგად კრავს. კი, და აი უკვე ჯონ დიერიც ეს ტექნიკის წარმოებული ტრაქტორი. კი, ტექნიკის წარმოებული კომპანია რო არის. უკვე მაგათმაც დაიწყეს
თავიანთი მიმართულების შეცვლა. ანუ უბრალოდ სახნავ აპარატებზე იმდენ ყურადღებას აღარ გაამხვილება მომავალში, არამედ no-till ტექნოლოგიაზე გაადიან და ძირითადად მაგაზე ცდილობენ, რომ გააკეთონ აქცენტი. შეგიძლია მაყურებელს შეახსენო, რატომ არის ხნა პრობლემური და რა პლუს B აქვს no-tills მაგალითად და რატო არ არის რეკომენდებული ყოველწლიური ხნა და ის ბელტის ღრმა ამოტრიალება. რამდენი მიზეზი არის? პირველ რიგში ნიადაგის ეროზია უნდა ვახსენოთ, ზედაფენის ზედმეტი გაფხვიარება წევს შანსს რომ მოხდეს ქარისმიერი ეროზია, ანუ ის ფენა არის უფრო თხელი, მოვიდა ქარი, ქარმა წაიღო ეს ნაყოფიერი ნაწილი ნიადაგის, რაც უკვე არის ეროზია. მეორე არის მიკროფლორა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნიადაგში არის ბევრი სახის მიკროორგანიზმი. ესენი არიან აერობული მიკროორგანიზმები და ანაერობული მიკროორგანიზმები. ეს რას ნიშნავს? არის გარკვეული ნაწილი, რომელსაც ჭირდება ჰაერი და არის გარკვეული ნაწილი, რომელსაც პირიქით კლავს ჟანგბადი. და მათ შორის მზეც ალბათ. ხო, და მათ შორის კი ბატონო, მათ შორის ზეც, ანუ მიკროორგანიზმი, რომელსაც ჭირდება ჟანგბადი და მიკროორგანიზმი, რომელსაც მომწავლელი არის ჟანგბადი. როდესაც ჩვენ ბელწს ვატრიალებთ, მაშინ ეს თანაფორდობა ირღვევა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ზედაპირზე უკვე არიან ისეთი მიკროორგანიზმები, რომლებიც ფუნქციონირებენ და მათ ჭირდებათ ჟანგბადი და ქვემოთ კიდე არიან ისეთი მიკროორგანიზმები, რომლებიც ფუნქციონირებენ, აკეთებენ იმას, რაც არის საჭირო, მაგრამ ეს ჟანგბადი თუ შეეხებათ, მოკვდებიან. უცებ ჩვენ ავიღეთ, გადმოვატრიალოთ ეს ყველაფერი და ამ დროს კი აი ყველაფერს ვურებთ ჩვენ რეალურად. და აქვე შეიძლება ვიღაცას არ ესმოდეს, რატომ არის მნიშვნელოვანი ის მიკრო თუ დიდი ორგანიზმები, რომლებზეც ყურადღება სანდრომ გამახულა, მაგალითად სხვადასხვა ჭიები და ასე შემდეგ. ეს ყველანი ნიადაგში ვინც იმყოფებიან, ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან მოვალეობას, როგორც არის მაგალითად ნიადაგის გაფხვიერება, ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება, წყლისმიერი კაპილარების გაყვანა, საჰაერო გზების გაყვანა, ნეშოპალიზაციის პროცესი და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფრის განადგურება საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ნიადაგი ღარიბდება და ვეღარ ახერხებს იმ თვითმყოფადობას, რაც მას ბუნებრივად გააჩნია. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბოლოო ჯამში აი ეს ცოცხალი ორგანიზმები, მაგალითად მიკორიზული კავშირები, სხვადასხვა ტიპის სიმბიოზური კავშირები ეხმარებიან მცენარეების ფესვებს, რაც შეიძლება ოპტიმალურად მოახდინონ თავიანთი ცხოველქმედება, სხვადასხვა ნუტრიენტების შეწოვა და ასე შემდეგ. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც შეიძლება ვახსენოთ ხვნასთან მიმართებაში, არის ის, რომ ნიადაგი წარმოადგენს ნახშირორჟანგის კონსერვაციის მთავარ წყაროს. შესაბამისად, ნახშირორჟანგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კლიმატის ცვლილებისა და სწორედ ამიტომ, თუ მოხდება მისი დაგროვება ნიადაგში, იგი გვეხმარება, რომ გარკვეულწილად მართოთ კლიმატის ცვლილება. შესაბამისად, ღრმა ხვნით, რაც გულისხმობს ნიადაგში საკმაოდ ღრმად ჩასვლას, ბელტის ამოტრიალებას და ასე შემდეგ, მისი გამოთავისუფლება, ნახშირბადის გამოთავისუფლება კვლავ ხდება გარემოში, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტად აძლევს პროცესს. გარკვეული მონაცემებით, FAO-ს მონაცემებით თუ არ მეშლება, დაახლოებით 30%-ზე არის სოფლის მეურნეობა პასუხისმგებელი კლიმატის ცვლილებისა. ხო, მოკლედ, გასაგებია უკვე რატო არის მნიშვნელოვანი ეს ბიომრავალფეროვნება და ხა გვინდა გადავინაცვლოთ ჩვენ სტუმარზე, ბატონ არჩილზე. მოგესალმებით. პირველში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა ჩვენ ხუთას მაყურებელს, ხუთას კაცია აუცილებლად უნდა გავზარდოთ. მეც მოგეხმარებით, იმიტომ რომ კაი საქმეს აკეთებთ. ბატონ არჩილ, ერთი-ორი სიტყვით რო გითხრათ ჯერ თქვენ საქმიანობაზე, თქვენ კომპანიაზე. ჩვენი კომპანია Hortehub Georgia გაკეთდა 2020-ში. და მოკლედ, დიდი ისტორია არის, ესე ვთქვათ, 2009-დან ესე ვთქვათ, ამოყავი თავის სოფლის მეურნეობაში და ვერ წარმომედგინე სოფლის მეურნეობაში თუ ამოყოფთი თავს ოდესღაც. მაგრამ ისეთი განხრა არის და ისეთი ის არის, რომ მოკლედ ძალიან შემიყვარდა, ვაფშე სხვა გარემო არის, ვაფშე სხვა სიტუაცია არის. და ამან განაპირობა, რომ ამდენი წლის მანძილზე 2009-დან 2020-მდე გამეარა ის ყველა გზა, რაც კონკრეტულად სოფლის მეურნეობას ეხება, რომ აი ეს კომპანია მერე გამეკეთებია, ესე რომ ვთქვათ რა. და ისე მოხდა, რომ ძალიან ბევრი ცნობილი კომპანია, ესე რომ ვთქვათ, არის ჩვენი, ესე რომ ვთქვათ, მათი წარმომადგენლები ვართ. რამაც, რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინვესტიცია, რაც გავაკეთეთ ჩვენ ამდენი წლის მანძილზე, აი ამან არის განაპირობა რა.
და ნუ მოკლედ გავაკეთეთ ეს კომპანია, დავიწყეთ ესე ვთქვათ კონკრეტულად ბიოდაცვის კუთხით მუშაობა საქართველოში. ფუტკრების გაყიდვა დავიწყეთ, დასამტვერი ფუტკრების ესე ვთქვათ. ნუ პირველი წლები რა თქმა უნდა გაგვიჭირდა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა არ იცოდა ეს კონკრეტული განხრა რა, ეს მხარე ესე ვთქვათ. და ნუ ეხა უკვე ნელ-ნელა უკვე გაიზარდა მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილები ვართ იმ კუთხით, რომ ხალხმა უკვე ვინც არიან ჩვენი კლიენტები და ნუ ფერმერები, ვისაც აქვთ კონკრეტულად ბაღები გაშენებული ან სათბურები უკვე სისტემატურად იყენებენ. და რა თქმა უნდა კიდე იზრდება და იზრდება, იმიტომ რომ ნუ ცნობიერება უკვე იზრდება და იზრდება. და ყველაზე კაი რაც ჩვენ თავიდანვე ჩავდეთ ამ გეგმაში, რომ ყოველწლიურად ვცდილობთ ყველა ჩვენ ფერმერთან მივიდეთ ჩვენ თვითონ და რაღაცა გარკვეული ცოდნა გადავცეთ ესე რომ ვთქვათ, თუმცა სულად უფასოდ რა, ანუ ეს ის არის რა, გვინდა რომ პროსტა ამაღლოთ ცოდნა ეს, დიახ, ცნობიერება. არჩილ ჩვენ აი რადგან ფუტკრები ახსენეთ ჩვენ მაქამდეც უკვე ვილაპარაკეთ გარკვეულწილად ცოტათი ფუტკრებზე და ვახსენეთ რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანები არიან უშუალოდ გადამტვერისთვის. კი. მაგრამ ახლა შენ რადგან უშუალოდ ამიმართულებით მუშაობ, ჩვენზე უკეთ იცი კერძოდ რა ბენეფიტები აქვს, რა დადებითი მხარეები აქვს ამ ფუტკრების გამოყენებას. პირველ რიგში ის არის რომ ნაყოფის სწორედ ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს ძალიან დიდ იმას. მეორე არის რომ ხარისხზე არის ორიენტირებული, კონკრეტულად ნაყოფი რომ ხარისხიანად გაიზარდოს, ესე ვთქვათ და ყველა ყვავილი იყოს დამტვერილი, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ არის რაღაც გარკვეული კულტურები, რომელსაც რამოდენიმე ყვავილი აქვს, არის კულტურები, რომელსაც ერთი აქვს, ასე შემდეგ, მაგრამ ნუ მოკლედ ეს ტევნები ესე ვთქვათ, რომ ბევრი მაქსიმალურად დაჩება დაინტერესოს. რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად 20%-ით ეს სავარაუდოს ვიძახი, უფრო მეტიც არის იძახიან, მაგრამ მაინც ჯობია რომ უფრო ნაკლები ვთქვათ, 20%-ით იზრდება მოსავლიანობა. ესე ვთქვათ რა, ანუ ეს აქ ამ კონკრეტულ ფუტკრებს ესე ვთქვათ, ბენეფიტი ესე დავარქვათ ამ კონკრეტულ კულტურაში. ანუ რა შევაჯეროთ მოქმედებს ჯერ ნაყოფების რაოდენობაზე, იმიტომ რომ თვითონ ყვავილი არის პოტენციური ნაყოფი. გამონასყვის ხარისხიც ალბათ. გამონასყვის ხარისხი, ნაყოფის ხარისხი და კალიბრზე მოქმედებს. კალიბრზეც მოქმედებს. ანუ სული ჩამოყალიბება ხდება, ესე ვთქვათ რა. კალიბრი რო შევახსენოთ, ალბათ აი მაგალითად მოცვთან მიმართება შეიძლება ვთქვათ, ხო? კალიბრი ეს არის ნაყოფის ზომა, ხო, და არის რომ თუ ცოტა პატარა ესე არახარისხიანად არის დამტვერული, კალიბრიდან გამომდინარე უფრო პატარაა. უფრო პატარაა. მაქსიმალური რაც კონკრეტულად ნაყოფი უნდა მივიღოთ, იმის ზომები უკვე იდეალურად სვავს ესე. და აქვე ალბათ არჩილ დავამატებდი იმას, რომ ზოგიერთი კულტურის, მაგალითად ახლა ვაზის შემთხვევაში ვაზი არის ჰერმაფროდიტი, ანუ თავის თავს თვითონ იმტორიანებს. და ეს შეიძლება არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ზოგიერთი კულტურა არის, აი როგორც სანდრომ ახსენა, მოცვი, რომლისთვისაც აი ამ ფუტკრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ალბათ სხვა კულტურებიც. კი, როგორ არის, თვითდატვერადიც არის ესე ვთქვათ, ნუშიც. დუში მაგალითად. მაგრამ მაინც არის საჭირო. საინტერესოა. ხდებით აი ეს მინდა აღვნიშნო რა. თვითდამტვერადი ნუშები, რა თქმა უნდა, თავისას აკეთებს, მაგრამ თანამედროვე აგრონომები, ესპანელები, რავი, ვისაც აქვს ესე ვთქვათ, ნუ ჩვეულებრივად იყენებენ. რა თქმა უნდა, შეიძლება ცოტა რაოდენობის იყოს ესე ვთქვათ, სკები გამოყენებადი, მაგრამ აუცილებელია მაინც. ანუ ეს როგორ რაღაცა არის, აქსიომა არის უკვე რა, ესე ვთქვათ რა. არჩილ, თქვენ რო შესავალი გააკეთეთ თავიდან, ახსენეთ რომ ნუ როგორც ღია გრუნტში, ასევე სათბურებში მოქმედებთ, ხო? ჩემი კითხვა არის ასეთი, ძირითადი მომხმარებელი ბიო არის სავარაუდოდ, მაგრამ არიან თუ არა კონვენციური იცით როგორ არის, ეგრეც არის. ორივე მისიმყენებს ესე ვთქვათ, ამ ხარე რა, ესე დავარქვათ. დამტვერვა ავტომატურად როგორ არის ისეთ არ აქვს მშობა ბიო მხარეში ვინც არის წასული ესე ვთქვა, ნუ საკმაოდ ძვირადღირებული სიამონება არის ხა ფერმერისთვის ეს კონკრეტული და პროდუქციით ძალიან ძვირი გამოდის მე. ჯობია რომ წავიდნენ მეორე მხარეს ესე ვთქვათ, მიდიან ძალიან ბევრი უმეტესობა თვლისო ჯობია რომ წავიდნენ კონვენციურ მხარეს ესე ვთქვათ რა. და მაგრამ ევროპაშიც ყველგან მაქსიმალურად ცდილობენ რომ დავიდნენ, აი არ გადაუხვიონ წითელ ხაზებზე არ გადავიდნენ ესე რომ ვთქვათ და ყველა ყუთს ესე რომ ვთქვათ ბეჭედივით როგორც აი ISO სერტიფიკატის ის საწერია ზუსტად ეგრე ახატია ფუტკრები. ან ფუტკრის ის ნიშანი ესე რომ ვთქვათ რა, რაც ავტომატურად იქ ოღონდ ნუ ცოდნა უფრო სხვანაირად არის რა, ვინც ყიდულობს ამ პამიდორს თუ არ აქვს მშობა რაღაც კონკრეტულ ხილს, ეს ფუტკრის ნიშანი ნიშნავს ბიოსთან უფრო ახლოს ესე რომ ვთქვათ. და ავტომატურად წერები არ ზიანდებოდნენ, მათ შორის ფუტკრები არ ზიანდებოდნენ. დიდი ალბათობით.
არჩილ ჩვენ ნუში ვახსენეთ და რომ არის ჰერმაფროდიტი, მაგრამ მაინც ჭირდება და ხო, იცი დადო, იმიტომ რომ ნუშის მტვერი მძიმეა. და რა ქვია მას, ნუ ამის გადატანა გადმოტანა თლათ ისე ადვილი არ არის, ესე ვთქვა. და ეს ჩვენი ბამბლბიები ახლა ისინიც მუშაობენ, რა ქვია, ქართული ფუტკრები დავარქვათ ესე, მაგრამ თაფლის ფუტკრებიც. მაგრამ კონკრეტულად ამ ბამბლბიების მხარე ეგ არის, რომ უფრო დიდები არიან, ესე ვთქვათ, უფრო ძლიერები არიან, ჯანზი არიან, ესე დავარქვა და ნუ უფრო მარტივად გადააქვთ ფუტკრები, ისა მტვერი ესე ვთქვათ რა. არჩილ, მაგალითად 1 ჰექტარი ფართობი გვაქვს, პირობითად იყოს, არ ვიცი, ნუში, ვენახი, ნებისმიერი და მინდა რომ უფრო გავხადო ბიომრავალფეროვანი და შემოვიყვანო ბამბლბი. რაიმე არსებობს რაღაც კონკრეტული რაოდენობა, რომელსაც ურჩევთ, რომ აი 1 ჰექტარზე ამდენი უნდა გავუშვათ, ან აი ასე უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ყველა შევინარჩუნოთ და სხვაგან არ წავიდნენ. აი ეს ძალიან კაი კითხვაა. ძალიან კაი კითხვაა და რა ხდება ხანახე მე ცოტა სიღმეში წავალ. ნუ სტანდარტულად ესე ვიძახით, რომ ჰექტარზე არის, ნუ უკვე როცა მსხოიერობაშია გადასული ოღონდ ესე ვთქვათ ბაღები, მაგ შემთხვევაში უკვე საჭირო არის, რომ 3 სკა დაიდოს ესე ვთქვათ ეს ბამბლბიების. 3 ტურბო მულტიჰავის ვეძახით და 3-იანი ესე ვთქვათ, უფრო გაზრდილები არიან და სპეციალურად გარე სივრცის არიან გაკუთვნილები ესე ვთქვათ, რა, იმიტომ რომ სათბურებში უფრო სტანდარტები არიან და პატარები არიან ესე ვთქვათ. ხო და როგორ ხდება, იცი რომ მერე უკვე რაღაც პერიოდების მერე იზრდება მოცულობა, ანუ რაოდენობა, იმიტომ ყვავილებიც იმატებს. ავტომატურად 3 კი არა, მე უკვე 4 არის საჭირო, მე 5 და ასე შემდეგ. უკვე რამდენ წელშიც არის ბაღი, იმის მიხედვით იზრდება. და ხდება ეგეთი რაღაცა, რომ ვიძახითო 3, მაგრამ აგრონომები აი ამას ვიძახი კიდე აღვნიშნავ, რომ არიან და უკვე სპეციფიურად უკვე ისე იციან განლაგება, რომ შეიძლება 2-იც დასვან, ესე რომ ვთქვათ, ჰექტარზე და ღებულობენ შედეგს, ესე რომ ვთქვათ. და კიდე მესამე ვარიანტი არის უკვე რომ აი 5 და 6 არის საჭირო ეს კები ესე რომ ვთქვათ, ხო? შემოყავთ თაფლის ფუტკარიც, ქართული ფუტკარიც, ეს ბამბლბიებიც და ერთად მუშაობენ ესე ვთქვათ. კონფლიქტში არ შედიან, რა თქმა უნდა, უბრალოდ კონკურენციაში შედიან, იმიტომ რომ იწყებენ უკვე იქვე დამტვერვას სასწრაფოდ, ორივე მხარე ესე რომ ვთქვათ. და ნუ მოკლედ თაფლის ფუტკარი რომელიც 7 კილომეტრზე დაფრინავს ესე ვთქვათ და უფრო გემონურ თვისებებს ეძებს, უკვე ამას ივიწყებს და იქვე იწყებს უკვე საქმის კეთებას ესე ვთქვათ. და ამით აკეთებენ ესე ვთქვათ ბაღებშიც ეკონომიას ესე ვთქვათ და შედეგსაც ღებულობენ. მარტო თაფლის ფუტკარი ესე ვთქვათ, ხო, ანუ გარანტიას ვერ მოგცემს, რომ დაგიმტვერავს იმ კონკრეტულ არეალს, სადაც გინდა. იმიტომ რომ ნუ ის უკვე სხვა თაფლის კაპიტალიზმია რა. ხო, არა, ხო. არის სხვათა შორის, ნუ აი ძალიან ბევრ რაღაცას ხა მეც ხა ხვდებით ხა არც მე ფუტკრეობა ან რაღაც ეგეთ შეხება არ მქონია, ნუ მეც სწავლობ ბევრ რაღაცას და ვაფშე სხვა რაღაცას შევეხე ესე რომ ვთქვათ რა, ძალიან ცოცხალ ორგანიზმს და ძალიან ჭკვიანები არის. ძალიან. ანუ ზუსტად აი სიჭკვიანესას აღვნიშნავ, რომ აი ეს ჩვენი ბამბლბიები სამწუხაროდ ორ თვეში, ნუ საკვები უმთავრდებათ და მე ამთავრებენ თავის მუშაობას. ნუ სხვაგან მიდიან ესე რომ ვთქვათ, ანუ არ მიფრინავენ უბრალოდ, ნუ კლებიან ესე რომ ვთქვათ. როგორც ესეთი ურატი. ხო არა, ჩემთვის როგორ არის მართლა გეუბნებით, ისე მიყვარს რომ უყურებ და ისე რაღაც დადებითად ვარ ამათ მიმართ, რომ ნუ აი ეს ბოლო რო ვიცი, ნუ აი მიკვდება გული მართლა რა. და რამით ხელშეწყობა არ შეგულია? ხო და დავიწყეთ ნუ ამაზე ფიქრი რა, მოკლედ რომ იქნებ დაუმატოთ საჭმელი და დრო გაუხანძლივოთ და იცოცხლონ და თელი ამბავი და თან საქმეც აკეთონ ესე. ხო. ზუსტად თვენახევაში მივხვდნენ, რომ ეს საჭმელი ჩვეულებრივად აქვთ და არ არის საჭირო მუშაობა. გამოდიოდნენ. დასავტვერად აღარ გამოვიდნენ, შეთანხმდნენ ყველანი, რომ გვაქვს საჭმელი, ყველაფერი და რატო ვიმუშაოთ და გადაწყვიტეს და ჭკვიანები არიან რა, ძალიან მარტივად ვითარდებიან და ძალიან მარტივად გარემოს ერგებიან. რაღაც ეტაპზე ეგზისტენციალური კრიზისის დაეწყებათ, რომ ისთვის. არა, ხო, რაღაცა ის არის და ნუ აი ისეთ რაღაცებს შევდივარ, მე იქ ნუ თვითონ იქ რა ქვია, საწარმოებში როცა მივდივარ, საწარმოში მივდივარ და ნახულობ იქ თურქეთში არის და მთელი ამბავი ამ საწარმო და მოკლედ აი როგორი ურთიერთობა აქვს იცი თვითონ ამ ხალხს როგორც ამუშავებენ როგორც დიან მთელი ამბავი ეს დედოფალის გამოყვანა ცალკე მე ეს დედოფალი და ყველაზე უნიკალური ამ სიჭკვიანესთან დაკავშირებით რაც მომეწონა რომ ამ სკაში როცა იწყებენ ნუ
ძალიან ნულიან სუფთა მდგომარეობაში და აქვთ კუთხე, სადაც აი თავიანთი ქალების და კაცების ტუალეტია, ესე რომ თქვა. ხო, და ანუ იქეთ აი კუთხე აქვს, რაღაცა კუთხე არ დაჯერ მოჭრილი ესე. და იქეთ ამ მხარეს, მიდის ესე ვთქვათ, მოსაქმება და ასე შემდეგ. აქეთ დასუფთავება და ეს ნაგავიც გადადის იქეთ ამ მხარეს. ანუ მთელი იერარქია აწყობილი აქვს საათივით ყველაფერი. თავიანთი პატარა ეკოსისტემა და წყობა აქვს ეგრე აი ესეთ კვიან და ესეთ კარგ რაღაც არსებებს რაღაცა რო ვიცით რომ ორ თვეში უნდა მოკლოთ. აი ძალიან გული მიკვდება. და არის სწორი წამლობები და ასე შემდეგ კიდევ უფრო მალე ვხოცავთ ამ ცოცხალ ორგანიზმებს. კი, არის პესტიციდები კონკრეტული რაც. იცი რა, ზოგადად ჩვენ ესეთ ზოგადი რეკომენდაციას ვაძლევთ, როგორც ჩვენ სკეპს აქვს ესეთი ფუნქცია, ესე რომ ვთქვათ რა, გამოსვლა და შესვლა ცალ-ცალკე აქვს, ესე რომ ვთქვათ, ფუტკრებს და ვეუბნებით, რომ წინა დღით სანამ შეწამლას გადაწყვეტ, ესე რომ ვთქვათ, მარტო შესვლაზე დააყენე, რომ შეფრინდე და უკან ვეღარ გამოვიდნენ, მე უკვე შეწამლამდე ბოლომდე კეტავ. სასურველია რომ არანაირი აი კონკრეტულად ეხა ვერცეთ პესტიციდს ვერ ვიტყვი და ესე ვიძახი რა ზოგადად რომ ეცადონ რომ იმ ყუთს არ დაასხან არაფერი ესე ვთქვათ უნდა შეწამლა მოახდინონ და ერთი დღის მერე უნდა გამოუშვან იმიტომ რომ მაინც რაღაც გარკვეული მოქმედებები ვითარებ რაღაცა კონკრეტული ემართებათ და ხანდახან არიან ცოტა გამოშტერებულები დაფრინავენ ხო ნერვული სტრესი არის როგორც მახსოვს და მზეც ხანდახან ძალიან ისეთი კაშკაშა მზეც მოქმედებს კი და აქვე დავამატებ მეგობრებო რომ ანუ ჩვენ ამას არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას მაგრამ რეალურად რეკომენდაცია წამლობის შემდეგ ის არის რომ თვითონ ადამიანმაც არ უნდა გაიაროს დაახლოებით 24-დან 48 საათამდე რიგებს შორის ხო ბიო არის თუ არა ბიო არის პრეპარატი საათობრივად არ უნდა გაიაროს იმდენად ცუდი არის რა. ხო და ამიტომ სავარაუდოდ ფუტკრებზე კიდევ უფრო რთული გავლენა ექნება. ხო, რაღაც თავისას გავლენა გააქვთ. ხო. ხო, ისე რა მაინტერესებს, რამდენიერი ფუტკრები ჩამოყავთ თქვენ? არის განსხვავებები მათ შორის? იცი რა, რაღაც გარკვეული სხვაობები არის. არის აი მაგალითად აი სტანდარტი, ეხა წინაზეც ვახსენე რა, სტანდარტ ჰაივი, ესე ვთქვა, სტანდარტული სკა. ეს არის უკვე გამოჩეკილი ახალი ფუტკრები, რომელიც ამ ორ თვეში უკვე ესე ვთქვათ იზრდებიან და უკვე მუშაობას პარალელურად იწყებენ. თან იზრდებიან, თან მუშაობენ. არის ტურბო მულტი ჰაივები, რომლებიც უკვე გამოყვანილი, უკვე გაზრდილი, დასული ფუტკრები არიან, ესე ვთქვათ, უფრო დიდები, ესე რომ ვთქვათ უკვე და ეგენი უკვე მაქსიმალურად უფრო გარე იმეებისთვის არის საჭირო, ესე ვთქვათ რა, outdoor იმეებისთვის დასამტვერად. და როგორ არის, აი აქ არის რამოდენიმე აი ეს პატარა ისინი, ამ მნიშვნელობები, ესე ვთქვათ, თლიანობაში ჯიში და ყველაფერი ერთი და იგივეა, просто გამოყვანის სტრუქტურა არის სხვადასხვანაირი, ესე ვთქვათ რა. არჩილ, ჩვენ ვცდილობთ ხოლმე, რომ ყურადღება გავამახვილოთ კლიმატის ცვლილებაზეც. ფუტკრებთან მიმართებაში, ვთქვათ, არის რაიმე კლიმატის ცვლილების კუთხით, რაც პრაქტიკაში აი ამდენი წლის მანძილზე თქვენ გაიგეთ, ან შეიცვალა მაგალითად, ან უცხოელი პრაქტიკოსები ხას უსვამენ თუნდაც ფენოლოგიის კუთხით. კლიმატი რა თქმა უნდა მოქმედებს, ეხლა სიტუაცია ის არის, რომ ჩვენი ფუტკრები ხა ისე გამოვიცოთ, მეც რეკლამას ვიკეთებ, -5-ზე მუშაობენ ზოგადად რა ეს ფუტკრები რა, მაგრამ კიდევ 5-ის ქვევით უკვე ვეღარ მუშაობენ. გასაგებია. მაგრამ არის საკითხი ეს, რომ რა თქმა უნდა თავის ბენეფიტებს ვიძახით, რომ წვიმის დროსაც დაფრინავს, ქარშის პრობლემა არ აქვს თელი ამბავი, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვეულებრივ კაი ამინჩი უფრო მეტი და ეფექტურია, ვიდრე კონკრეტულად აი ამ იმეებში რა, პერიოდებში ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა კლიმატი თავისებურად თავის მოქმედებას აკეთებს, თან ყვავილის თუ არ გაიხსნა ეგეც უკვე დრო გაქვს ჩართული, ხა ის ფუტკარი 2 თვე ყავს, ამ 2 თვეში თუ დაუშვათ ისეთი ყინვებმა დაარტყა, რომ ყვავილი არ გაიხსნა, ჩათვალე, რომ ახლიდან გაქვს მაშინ ფუტკრების შესაძყიდი და ძალიან რთულია ამების დასმა. რასაც უყურებთ, ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ თავის დროზე რეაგირება მოვახდინოთ, რაღაცები, მაგრამ აი ეს დამთხოვებში არის, რომ ხანდახან აი 2 კვირით, 1 კვირით ვსდებით მაინც რა. ანუ ერთ-ერთში ვერ ვსვავთ რა, იმიტომ რომ ყოველწლიურად რაც გარკვეული რაღაცა სასწაული ამინდები ხდება რა. ხო, ამის ჩვენ ახლა ვერ გავაკონტროლებთ. არა, მაგრამ ეგეც სერიოზული ის არის. მეგობრებო, დაახლოებით 10 წუთი გვაქვს დარჩენილი და ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე რომ გადავიდეთ, სანდრო კიდე. კი ბატონო, იცი რა მაინტერესებდა მე. აი, რო ჩამოყავთ ეს ფუტკრები, მთელ გზას გადიან და ამოდროულად დროსაც კარგავენ და აი
როგორ უნარჩუნებენ ამ ფუტკრებს თავიანთ ეფექტურობას? რო ჩამოყავთ? გეტყვი. მოკლედ, ну, რა თქმა უნდა, ეს შეკეთდება ძალიან დღეებში. ანუ ჩვენ რო შეკვეთას, ну, რა თქმა უნდა, ერთი თვით ადრე ვაკეთებთ, დაჟე უფრო ისე, და ვცდილობთ, რომ მოკლედ ეს ფუტკრები უკვე რომ გამოყვანილია, თელი ამბავი ჩამოდის 3 დღეში, ესე ვთქვათ. ამ 3 დღის მანძილზე, ესე ვთქვათ, აი ჩვენ ფერმერებს კლიენტები მიცადიან, ნახულობენ, რომ ხდიან, იქ აქვთ პაკეტები კიდე რა, საკვებები, დამატებითი საკვებები, რომ რამე გადაცდენა ან რაღაცა რომ მოხდეს, სწრაფი რეაგირება მოახდინო, რომ ამ ფუტკრებს დაუყარო. მაგრამ საკითხი ის არის, რომ თვითონ ის სიროფი უკვე, ხო, ანუ რეალურად აძლევს უკვე მორთვიან გებს, ესე ვთქვათ, რომ იმუშაოს, ესე ვთქვათ. თავარი ეს სიროპი არ გაიხარჯოს ძალიან ისე უპრაგონოდ, ესე ვთქვათ. სიროფი, ანუ რითის თვითონ თვითონ იკვებებიან, ხო, იკვებება, თავის კი. საკვები. ქვემოდან აქვს გას სიროფი და იმ სიროფით იკვებება. არჩილ, მე სხვა კულტურებში ისევე ვერ ყვევი როგორც ვაში, ამიტომ მე ვენახების კუთხით კითხავ, ჩემ გამოცდილებას გავაზიარებ. მე ვცდილობ ხოლმე ესეთ რამეს, რომ რადგან ძირითადად ბიო ვენახებთან ვურთიერთობ, ვცდილობ ხოლმე რომ რიგებს შორის გავუშვა სპეციალური საფარი კულტურები. მაგალითად, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საფარი კულტურა არის მდოგვი, რომელსაც აქვს ყვითელი ფერი და ეს ყვითელი ფერი არის მომზიდავი, ატრაქტანტი და ვცდილობ ხოლმე რომ ესე მოვიზიდო სხვადასხვა მწერები, რომ ეს ბიომრავალფეროვნება დავაბალანსო. და ამ საფარ კულტურას ვუყურებ როგორც რაღაცა არასარეველას მაგალითად, არამედ როგორც მეგობარ ბალახს, რომელიც მეხმარება გარკვეულად კონტროლში. აი ასე ხო არ არის კონკრეტული მცენარეები, რომელსაც რეკომენდაციას გაუწევდით, ან მაგალითად მწერების ასწვრო, ან რაიმებს გავსი, რაც დაგვეხმარება, რომ ფუტკრები თუ სხვა მწერები უფრო დიდხანს და ბედნიერად ჩავინარჩუნოთ ნარგავაში. აი ამაში ნამდვილად. აი ხა შეიძლება რაღაცა მითხარი, აი დიდი სიამოვნებით გაგცემდი ამ პასუხს, მაგრამ ვერ. იმიტომ რომ თლად აი როგორ გითხრა რა, აი მაგიტომ მიყვარს სოფლის მეურნეობა, რომ აი ხა ისეთი კითხვა გავიგე, რომელიც ეხა აქედან წავალ და დავიწყებ ამაზე სერიოზულად მუშაობას, რომ მომავალში მე პასუხს რომ დამიკითხოს, რომ დამისვოს პასუხი გავცე. ხო, რა თქმა უნდა, ვესწრები რომ პრაქტიკაშიც გავიყვანო. ხო. ანუ ეგ არის რა სოფლის მეურნეობა, აი მაგიტომ მიყვარს რა, რომ არასდროს ვერ ამოწურავ, რაც არ უნდა აი მე სოფლის მეურნეობაში ვარ, არა მე მესმის თელი ამბავი, რა ყოველთ აი უკიდეგანო ის არის ცოდნა რა. ხო, ძალიან ბევრი ფაქტორი არის ახლა მათ ეს ნიადაგი ხო ცალკე თემა არის, მცენარე ცალკე თემა არის, მწერები ცალკე უნდა გესმოდეს, ტკიპები ცალკე უნდა გესმოდეს, დაავადებები, ხა ბიოსკენ მივდივართ, მაგრამ აგროქიმიას და ის უნდა კარგად გესმოდეს. ხო, ანუ ჩვენ ვთქვათ ახლა კი რაღაც კუთხით ვაკნიებთ სასუქებს, მაგრამ რეალურად მაგის გარშე ვერც მოიყო, ნუ ძალიან გაჭირდება მაგის მოყვანა. ისეთ მასშტაბები, როგორც ახლა მოყავთ. უბრალოდ, ნუ საჭირო ორგანულთან დაბალანსება. ეს გამოვიყენოთ ქიმიური, მაგრამ დავაბალანსოთ ორგანულთან, რომ არ მოხდეს ძალიან ძლიერად დამლაშება ნიადაგის და არ გამოიფოტოს ის მომავალში. ხო, ალბათ თავარი იდეა არის ის, რომ კი დავაკნინოთ, ან ვიღაცას კი არ ვთქვათ, რომ მე რაც ცუდია, რომ შესაძლოა იყენებ. არამედ ის, რომ ყველაფერი ოპტიმალურად გამოვიყენოთ და არა რაღაცა კონტროლის გარეშე. ეს იქნება მთავარი. ეგეც მაგარია, უბრალოდ რა არის, რომ მე ყოველთვის აი მე სხვა გზას ვირჩევ. მე მერჩევნია, რომ აი ვინმე თუ სოფლის მეურნეობაში შემოდის, აი ბიოზე პირდაპირ დასვა მგონია რომ ძალიან გაუჭირდება რა. ხო. კი, ახალს ძალიან გაუჭირდება. და ალბათ კონვენციური უნდა გესმოდეს კარგად, რომ შენ მე ბიო გააკეთო, არა? ზუსტად. კი. არა და ძალიან პოპულარული იყო ერთ პერიოდში, რომ ვიღაცა იწყებდა და ეგრევე ბიოსკენ მიდიოდა. ისი რა მაგასაც აქვს ალბათ ლოგიკა, რომ მცენარეს თავიდანვე აჩვევ შენ ბიოწამლობას მაგალითად, მაგრამ მათ გასათვალისწინებელი ფაქტორი არის ის, რომ ვაზის შემთხვევაში, ესე რომ ვთქვა, სანერგიდან გამოყვანილი მცენარე უკვე სისტემურად არის ნაწამლი და ანუ მაინც სისტემური წამლობიდან გადმოყავს ისე ბიოზე, ასე რომ ეგეც. კი, მაგრამ მან მარტო ნაკვეთზე ხო არ არის, მან უშუალოდ პიროვნებაზე არის, ანუ პიროვნება რომელიც ახალია ამ სფეროსთვის, მიდის ამ სფეროში და ეგრევე იწყებს ბიოს. ხო, ეს basic რაღაც უნდა დაიჭიროს, რომ მე უკვე თვითონ мотиваცია გაიჩინოს, რომ ბიოსკენ წავიდეს. იმიტომ რომ სოფლის მეურნეობას ეგ აქვს მაგარი, რომ ბუნებასთან ხარ ძირითადად, ანუ უნდა შეთანხმდეთ ამ ბუნებას, ანუ ბუნებასთან ბრძოლა და რაღაც, ანუ წარმოუდგენელი ადამიანისთვის, უნდა შეთანხმდე, ანუ დაალაგდე ბუნებასთან და ამ ბუნებასთან, ნუ ისეთი რაღაცები გიწევს და ისეთი მასშტაბურ და ისეთ დიდ რაღაცასთან ხარ ურთიერთობაში, რომ
ну მოკლედ აი მანდარი უკვე მე შენი ენერგია რამდენად გეყოფა აი ბიოზე ან რაღაც კონკრეტულ ამბიციაზე, იმიტომ რომ ну აი ეს ფერმერები რა, ვინც კონკრეტულად ძალიან მუშა იმაში არიან ჩართულები და მართლა აი კონკრეტულად ბუნებასთან დალაგებულები არიან. ну დრო არ აქვს ფიზიკურად, ხო ხვდები რომ რაღაცა აი თუნდაც ახლა რაღაცა იცადო რომ პოდკასტზე მოვიდნენ ან რაღაცა, იმიტომ რომ ну ბუნებასთან აქვს შეხება, ხო ხვდები რა. და ну აი ეს ენერგია აქვს კონკრეტულად ამაზე მიშვებული. ხო, თან ახლა ისეთი აქტიური. ეგეთი კარგი ხალხი, ეგეთი წმინდა და სუფთა ხალხი, რა ვიცი, ძალიან ცოტა არის. ხო, მე მგონი მიწასთან მუშაობა მართლა აკეთილს შობილებს. მაგაში დაწუნებულად და გამოვიარე ეგ და გამოცდილება მაქვს და ცოტა ხანი კეთილშობილი ვიყავით. ერთი ისე ეგ უნდა ითქვას, რომ ეს კი რაღაცა ანდაზით ვიცით და ესე ვიცით, მაგრამ წინაზე ერთ-ერთი კვლევა წავიკითხე, რომლის მიხედვითაც ნიადაგში არსებული ბაქტერიები და მიწასთან მუშაობა პირდაპირ გავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ანუ რეალურად მართლა არის კავშირი, ასე რომ ალბათ მეტად უნდა გქონდეს სამყაროსთან შემხებლობა. და არა მარტო ეგ, ახლა თანამედროვე სამყაროში აი ზოგ ქვეყანაში ძალიან სტერილურად ზრდიან ბავშვებს, ეგრეთ ვთქვათ, ან ნაკლებად აკარებენ მიწას და ამ შემდეგ რომ ისინი პირიქით თითქოს დაცულები იყვნენ. მაგრამ ეხლა დაიდო ამაზე კვლევები, რომ ამით მათ ჯანმრთელობას კი არ იცავენ პირიქით, ესეთი ბავშვები უფრო მიდრეკილები არიან სხვადასხვა დაავადებებისკენ, მათ შორის როუზის იმაში რაღაც ინკუბატორში. კი, აი ზუსტად და მათ შორის ავტოიმუნურ დაავადებების მიმართაც უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება, იმიტომ რომ არ ქონდათ აი იმასთან შეხება, რაც მათთვის არის ბუნებრივი. და პირველადი, ეგრეთ. ხო, მაგრამ ერთი მინდა აღვნიშნო, აი თქვენი ფაქტორი. რომ ანუ რა თქმა უნდა, თაობები რაღაც მოკლედ აი თქვენ თაობაში, ანუ ცოტა პატარა თაობა დავარქვათ, ესე აი ისეთი მაგარი ბიჭები და გოგოები იზრდებიან და ამბიციურები არიან და ისეთი მოთხოვნა აქვს და აი ძალიან გულშემატკივრობ და მე მგონია რომ კაკრას აი თქვენნაირი ხალხი კონკრეტულად ამ საქმეს უკვე წინ წამოწევს რა. იმიტომ რომ ნუ არ მეგონა გლოხტალდიონები თუ აი თქვენ თაობაში ვინმე აგრო საკითხებს ჩაუждდებოდა ესე დაიწყებდა ესე თუნდაც ეკლა შენი დამსახურება ძალიან დიდი არის კონკრეტულად შენი დამსახურება ძალიან დიდი არის და აი ეს მინდა აღვნიშნო რა მართლა აუცილებელია რომ აი თქვენარი მონდომებული ენერგიული ხალხი ცოდნეთ მათ შორის იმიტომ რომ ჩვენ პერიოდებში კიდე დიდებშიც, ისე მალე არ მოდიოდა ინფორმაცია, ისე მალე არ იცვლებოდა, ხო ხვდები? თქვენ გაქვთ ახლა ეს სკილები, ესე ვთქვათ, უფრო მაგარი და მგონია, რომ აი თქვენ თუ აი ამ ენერგიას მიმართავთ ამ კუთხით, ძალიან წინ წაწევთ ბევრ რაღაცას. ცოდნასაც, მათ შორის, პირველი ცოდნა არის. ხო, კი. აუცილებელი არის რა. სამაღლება ყოველ კუთხით. მე ყოფილა, რომ ისეთი კითხვებით დაურეკიათ, რომ მივხვდარვა, რომ ვიღაცამ სხვანაირი წარმოდგენა მისცა სოფლის მეურნეობას. რაც უფრო მეტი განავცებთ და ცნობადობას აი ამ ყველაფერს გამასიზავთ, ყველას გაუზიარებთ, დარწმუნებულება ყველა ნაკვეთიან, ყველა ვინც ამ სოფლის მეურნეობაში შემოვა, ყველას წარმატებული გზა ექნება ეს. მადლობა არჩილ. აქვე ალბათ მაყურებელს უნდა შევახსენო, რომ თუ თქვენთვის რაიმე საინტერესო თემა იქნება მაგალითად და რაიმე საინტერესო კითხვა გაუჩნდება, ჩვენთან ან არჩილთან შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ და ვეცდებით რომ რაღაცა უკავშირი მოგცეთ ჩვენი სერვის ფარგლებში. კი ბატონო, ჩვენ კომენტარებში ასევე უпростоრად აღწერაში ჩავაგდებთ თქვენ Facebook გვერდს, სადაც მომავალში და საიტსაც, სადაც მომავალში შეძლებენ მომხმარებლები და მაყურებლები რომ შევიდნენ და მეტი ინფორმაცია შეიტყონ. კი ბატონო, არავის არ მოერიდოს. შეუძლიათ პროსტაც დაგვირეკონ, კითხონ რაღაცები, იმიტომ რომ რა ვიცი, ვცდილობთ მაქსიმალურად ჩვენც, ორიენტირი გვაქვს, რომ მაქსიმალურად ინფორმაცია გავცეთ, რომ სწორი გზას დაადგეს. სოფლის მეურნეობა არ არის რაღაცა 3 წლიანი და 4 წლიანი ბიზნესი, ესე რომ ვთქვათ, ეს არის, რა ვიცი, აგრონომები, კარგი აგრონომები ევროპაში 50 წლიანი გამოცდილებით ითვლებიან აგრონომებად. ხო. ხვდებით, 50 წელი, ესე იგი უნდა იჯდე იმუშაო, რომ გაღიარო, რომ აგრონომი ხარ, ძალიან long term ის არის, ესე ვთქვათ. ამიტომ ყველას ვეცდები მაქსიმალურად ის, რაც გამოცდილება გვაქვს ჩვენ ახლა 50 წლიანი არა გვაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რაღაცა zip ფაილად გადავცეთ, რომ მე სწორედ აი რა შეცდომების დაუშვით, ესე ვთქვათ, ან რაღაცა.
სულ ვცდილობთ აი ეს ყველაფერი მივცეთ, აი რა ვიცი, მაქსიმალურად ყველასთან ვისთანაც ნალაპარაკები გვაქვს. მოდით ახლა აქ დავასრულოთ ოკეი. და რა თქმა უნდა ველოდებით თქვენ ფიდბექს, თქვენ გამოხმაურებას, დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ კერძოდ კონკრეტულად რა თემები გაინტერესებთ და შემდეგი ეპიზოდი იქნება მაგაზე. მადლობა დიდი ყურადღებისთვის. უღრმესი მადლობა ამ მოწვევისთვის.